ნუ არ ვიცი ვიდეო როგორ დავიწყო, ან საიდან თავი როგორ მოვაბა და ასე შემდეგ. ნუ არ მინდოდა ამ ვიდეოში ჭრები ყოფილიყო, მაგრამ ნუ რამდენი ხანი არ გადამიღია ვიდეო და შესაბამისად, ნუ აზრებსაც ვერ ვალაგებ ისე როგორც ამას ადრე ვაკეთებდი. მინდა ვისაუბრო ზოგადად დამოუკიდებლობაზე ადამიანის, თვით გამორკვევაზე და ასე შემდეგ რა, ძალიან ლაითად მინდა ვისაუბრო თან რა, არ მინდა რაღაც დადასტურებულად, მეცნიერულად და რაღაცებით გესაუბროთ, უბრალოდ მინდა ჩემი გამოცდილებით გესაუბროთ ამ თემაზე რა, მოკლედ. დიდი დრო დამჭირდა. ხო. ძალიან ხმაურიანი. ფანჯარას აუწევდი, მაგრამ ისეთი სიცხე არის, მანქანაში ჩავიწვევი. გარეთ კიდე ქარია და თან სიცხე. ვიდეოსაც ვერ გადავიღებ. სახლშიც არ მინდოდა ვიდეო გადამეღო. რაღაც მომჩი რა, აზრებიც ძალიან მიწყდება რა. აზრებსაც ვერ ვალაგებ ხოლმე სახლში. მერჩევნია გარეთ გამოვიდე და იქ ვისაუბრო, ვიდრე უშუალოდ ოთახიდან გესაუბროთ. დიდი დრო დამჭირდა იმისათვის, რომ საკუთარი თავი მეპოვა. რავს გულისხმობ ამაში? ამაში იმას გულისხმობ, რომ არ ვიცოდი რა პროფესიის უნდა ყოფილიყავი ბავშვობიდანვე. ბავშვობაში კი ყველა ვიძახოდით იმას, რომ კოსმონავტობა გვინდა, ეს გვინდა, მაგრამ რეალობა სხვანაირი არის. ვერ გავხდით კოსმონავტები სამწუხაროდ. თუმცა შემდგომ უკვე სკოლის პერიოდში, მე-11-მე-12 კლასში, იყო რაღაც სფეროები, რაც მაინტერესებდა. ძირითადად პროგრამირება. მაინტერესებდა, მაგრამ აღმოჩნდა ესეთი რაღაცა. ჩავაბარე, აკადემია იყო პროგრამირების ერთ-ერთი, ჩავაბარე და ის აუცრებავ. თუმცა აღმოჩნდა, რომ არ მაინტერესებს ეს აკადემიაში ამ იმასზე რა, პროგრამირებაზე რა, სწავლა და რაღაცა რა, მოკლედ, ძალიან მოსაწყენი იყო თან. რაღაც კოდების წერა და ასე შემდეგ რა. ჩემთვის მოსაწყენი იყო რა, ყოველ შემთხვევაში ხარ ვაკნინებ ამ პროფესიას, ვინც არის ამ პროფესიის. უბრალოდ ჩემი ცხოვრების სტილში არ ჯდებოდა რა, მე როგორი პიროვნებას ვიყავი, მსგავსი სფერო არ იყო რა, ეს პროგრამირება. შემდეგ რა მოხდა? ჩავაბარე უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდი, დავაპირებ გაგრძელებას. მაგრამ დიდად მაინც და მაინც რაღაცა მაკლდა, ჩემი არ იყო რა, რას გულისხმობ ამაში. მივდიოდი ლექციაზე, სემინარზე და მაინც რაღაც უსიცოცხლოდ ვიყავი რა. არ იყო რაღაც ის ხალისი, რაღაც ის ექშენი რა, რაღაც მაკლდა, ხო გესმით რა, რასაც გულისხმობ. და ესეთი მდორე ცხოვრებით მოვედი აქამდე. სადღაც 6 თვით ადრე, სანამ შევიდოდი ფიტნესზე, დავიწყებდი ვარჯიშს და ასე შემდეგ რა, მოკლედ. ფიტნეს დარბაზში აღვაჩინე ჩემი თავი. მივხვდი, რომ ვარჯიში მაკლდა, მივხვდი, რომ ფიტნესი მაკლდა, მივხვდი, რომ ძიმე წონები მაკლდა, ჰანტელები, დაღლილობა მაკლდა, ვარჯიშის შემდეგ რომ დაიღლები რა, ძალიან საკუთარი თავის განადგურება მაკლდა ყოველ დღე ვარჯიშით და შემდეგ უკვე მეორე დღეს ისევ თავიდან. ეს მაკლდა რა, ეს ყველაფერი, ეს პროცესი, რასაც ფიტნესი ქვია, რასაც ძალისმიერი ვარჯიშები ქვია. ასე ვიპოვე საკუთარი თავი, მაგრამ ამ ვიდეო ჩაწერის მიზანი რა არის ახლა? თავიდანვე რომ ქონოდა ინფორმაცია ფიტნესზე, ზოგადად ამ სფეროზე, ხო არ გავივლიდი ამ რაღაც გზებს რა, მოკლედ, აქამდე რომ მოვსულიყავი. წლები დაიკარგა. თავიდანვე ფიტნესზე რო ყოფილიყავი, ფიტნეს სფეროში რო ყოფილიყავი, ბევრად მეც ვიტყოდი, მაგრამ არც ახლა არის გვიან. ცხოვრება წინ არის. წინ გვაქვს ყველას. ისეთ სიცხეა ტელეფონი გამეთიშა, გაცხელდა და გაითიშა. რომ გადახედოთ ახლა მშობლების ცხოვრებას რა. თითქოს რაღაც ექშენი აკლიათ, ხო? ხო დამეთანხმებით იმაში, რომ თქვენ როგორებიც ხართ, რაღაც სიცოცხლით სავსე, რაღაცებს გინდათ მიაღწიოთ, მოკლედ, წარმატებით დაასრულოთ უნივერსიტეტები, რაღაც კოლეჯები, სპორტულ წარმატებას გინდათ მიაღწიოთ და ასე შემდეგ. თქვენ ასაკში
ეგ დრაივი, რასაც ქვია, ეგ შენი გააქვთ რა. თუმცა ვერ ვიტყოდი მშობლებზე, იმ თაობაზე, ვინც უკვე გაიარა ეს ეტაპი რა, ეს ცხოვრების ეს ეტაპი. ამ კუთხით ნუ მოусმენთ მშობლებს, რომ ჩააბარე სამედიცინოზე, რომ ისწავლე, გახდი ექიმი და რაღაცეები რა მოკლედ. ანუ მშობლები რო გიწყვიტავენ ხოლმე რაღაცეებს რა, ანუ სფეროებს, რომ სამართალზე ჩააბარე, სამედიცინოზე ჩააბარე და რაღაცეები რა მოკლედ. ნუ მოусმენთ. აკეთეთ ის რაც გინდათ. აირჩიეთ ის სფერო, რაც თქვენ მართლა გინდათ, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება მართლა გინდათ, მოკლედ. დამიჯერეთ. საბოლოო ჯამში ბოლოს მაინც თქვენი ასარჩევი არის თქვენი ცხოვრება, სფერო, ცხოვრება, თუ როგორი ცხოვრებით იცხოვრებთ. ამიტომ ნუ მოусმენთ მშობლებს ამ მიმართულებით. რჩევები გაითვალისწინეთ, თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც თქვენზე არის. აი თუ გინდა პატარა დაკვირვება გააკეთეთ, მშობლებს დააკვირდით, ყველას აბსოლუტურად უნდა 7 კომფორტული ცხოვრება. არ უნდათ ზედმეტი რაღაც ადრენალინი ცხოვრებაში, რაღაც დაძაბულობა და ასე შემდეგ რა. ანუ ახალი გამოწვევები, რასაც ქვია ხო, ხვდებით რასაც გულისხმობ. ეგ ყველაფერი არ უნდათ, უნდათ 7 ცხოვრება, რაღაც ყუდროებაში, რაღაც მდორედ რა, ანუ თქვენ კიდე ახლა იწყებთ ცხოვრებას, სიცოცხლით სავსე ხართ, თუ აირჩევთ მშობლების მიერ შემოთავაზებულ გზას, რომ ჩააბაროთ სამედიცინოზე, სამართალზე, ბიზნესზე და ასე შემდეგ რა მოკლედ. აირჩიეთ ის, რაც მართლა თქვენ გინდათ. საბოლოო ჯამში შეცდომებს არ უნდა გავიქცეთ, პირიქით უნდა მივიღოთ შეცდომები. შეცდომებს უნდა ვისწავლოთ. ბევრი შეცდომა დამიშვია ცხოვრებაში. სიმართლე გითხრათ არ ვნანობ. პირიქით მასწავლა შეცდომებმა, დამეხმარა იმაში, რომ გავძლიერებულიყავი. შემდგომში უკვე აღარ დამეშვა ის შეცდომა. ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. ყოველთვის შეგიძლიათ დაიწყო თავიდან, დროებით და წარმატებები ყველას.